მოგესალმებით თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში მე მისი წამყვანი ელენა ტრეხლებოვა ვარ. ჩვენი დღევანდელი ეთერი ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი მემარჯვენეები და მე შეგახსენებთ რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება პარტია თავისუფალ საქართველოსთან ერთად გაერთიანებული არის კოალიციაში არასაპარლამენტო ოპოზიცია და მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ვარდოშვილი და რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ბერიძე, ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებიან გორის მერობის კანდიდატი ვასილ ბუთხუზი, გორისის პირველი ნომერი სოსო ბორცვაძე, მარნეულის რაიონის პირველი ნომერი ისლამ ახუნდოვი და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი იგივი თუთბერიძე. მოგესალმებით, გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონო ნიკა, თქვენი დავიწყებთ საუბარს და ვიდრე თქვენს უშუალოდ პროგრამულ პრიორიტეტებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა იმ ინციდენტზე კითხოთ, რომელიც რამდენიმე დღეს წინ თელავში მოხდა. როგორც ვიცით, მერობის კანდიდატზე გოგიტა მოსიაშვილზე თავდასხმა განხორციელდა და თქვენ თვითმხილველი ხართ ამ ფაქტის. რა მოხდა კონკრეტულად თელავში და რა მიზნით განხორციელდა ეს თავდასხმა? მივესალმებით ადამიანს პირველ რიგში მადლობას მოგიხდით გადაცემაში მოწვევისათვის. დავიწყებ იქიდან თუ რა უძღოდა ამ ფაქტს წინ. 2 დღის წინ ჩვენ გავმართეთ პრესკონფერენცია, სადაც გავაპროტესტეთ ის მონოპოლია და ის მონოპოლიზირებული ფასები, რაც თელავში არის ავტოგასამართ სადგურებზე, კერძოდ გაზგასამართ სადგურებზე. როდესაც ჩვენ ამ ურჩეველს ხვდებით მოსახლეობას, მათი მთავარი პრობლემა და მთავარი ტკივილი, ასე ვთქვათ, ამ სოციალური თემატიკიდან იწყება. მთელ საქართველოში რომ მოიაროთ ავტოგასამართი სადგურები ყველგან ღირს, ზოგან 95 თეთრი, ზოგან ლარი და 5, ეს არის მაქსიმუმი და მარტო თელავში ღირს ლარი და 10. იმიტომ რომ იქ არის რაღაც მონოპოლიები. აი ეს მონოპოლიები გავაპროტესტეთ და ამან გამოიწვია ადგილობრივი ბიზნესმენის რეაქცია, ანუ არ დააყოვნა გუშინ. როდესაც მე და თელავის მერობის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი მივდიოდით ლაგოდეხში არის ასეთ რადიო ჰერეთი გადაცემაში, გამოვედით და დაგხვდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული პიროვნება. ნუ აუხსენით რომ გვეჩქარებოდა, მან არ დაიშალა, გამოყვა მანქანამდე და უკვე ძრავდი მანქანას, როდესაც მან დანა მოიღო და დააპირა ჩარტყმა მერობის კანდიდატისათვის. რომ არ დაგვეძრა სწრაფად მანქანა, ალბათ ფატალური შედეგით დასრულდებოდა ეს შემთხვევა და მეიცით რა არის, არ მინდა ვიფიქრო ის რომ ეს დაუშვათ სიტყვაზე ხელისუფლებიდან ან ვიღაციდან მოდიოდა, იმიტომ რომ თუ ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე გვაქვს პრეტენზია, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს და ამ ბოლო პერიოდში თელავიდან ვარ და ჩვენი ქალაქის მაგალითზე ვიტყვი რომ ისეთი რაღაცეები ხდება, არა მარტო ეს ფაქტი თელავში, არამედ სხვა ფაქტებიც, რომ ეს უკვე ცილდება კონსტიტუციურ წესრიგს. ამასთან დაკავშირებით დაგვკითხა პოლიციამ, საქმე აღიძრა, დაკავებულია აღნიშნული პიროვნება. ეხლა ჩვენ არა ვართ იმაზე მოტივირებული, რომ დაუშვათ ვიღაცის დასჯა და ციხეში ჩასმა გვინდოდეს. ჩვენ ვაპატიებთ კიდევაც მას, მაგრამ აი ესეთი პრეცედენტები აღარ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ხო უნდა შევდგეთ სახელმწიფოს მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს და მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება წინასაარჩევნოდ თან მერობის კანდიდატზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის. ბუნებრივია, თელავში ალბათ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. თქვენი პროგრამული პრიორიტეტები რა არის და რის მოგვარებას სიტყვაზე თქვენ პირდებით თქვენს ამომრჩეველს თქვენი არჩევის შემთხვევაში? კი ბატონო. პირველ რიგში სანამ გადავიდოდეთ რაღაც ინფრასტრუქტურულ და სოციალურ თემატიკაზე, პირველი პრობლემა თელავის არის ერთპარტიული მმართველობა, ასე ვთქვათ. დავიწყებ 2006 წლის მოწვევის საკრებულოდან, 28 მანდატიანი იყო აქამდე თელავის საკრებულო და 28-ვე გახლდათ ნაციონალური მოძრაობის წევრი. შემდეგ ცოტა დახვეწეს და ასე ვთქვათ, თავისი ადგილზე სატელიტი პარტიიდან შეიყვანეს 2-3 კაცი. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავამთავროთ ერთპარტიული საკრებულო თელავის თვითმმართველ ქალაქ თელავში. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, პირველ რიგში უნდა აღდგეს სოციალური სამართლიანობა, იმიტომ რომ არ შეიძლება თელავის საკრებულოს თავმჯდომარე იყიდოს 28,000 ლარიანი მანქანა, რომლითაც დღეს დადის თელავის საკრებულოს თავმჯდომარე და ამ დროს ვიღაცას იქ გაჭირვებულს რაღაც 50 ლარიან შეშით, სათბობით და მედიკამენტებით დახმარებაზე უარი უთხრას, იმიტომ რომ აი ამ ბიუჯეტიდან მომავალი ბიუჯეტიდან ძირითადი ნაწილი უნდა დაიხარჯოს სოციალურ პრობლემებზე. ასევე ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის წყალმომარაგების პრობლემა, იმიტომ რომ ერთგვარად სასპეკულაციო თემათაც კი იქცა ნებისმიერი ხელისუფლებების პირობებში, ყველა პირდება 24 საათიან წყალმომარაგებას და ამ
საკითხს საშველი არ დაადგა მიუხედავად იმისა, რომ თელავი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ისეთ ადგილზეა, რომ წყალი არ უჭირს და ამას ნორმალური და წესიერი დაგეგმარება ჭირდება, იმიტომ რომ მე მინდა აქედან უთხრა ჩემ თელაველებს, რომ თუ გვინდა ჩვენ რაღაცა შევცვალოთ, ხო? მართლა უნდა ავირჩიოთ ის ცვლილებები, იმიტომ რომ ერთი და იგივე სახეები, რომლებიც ყველა მოწვევის საკრებულოში იყვნენ, აღარ შეიძლება, იმიტომ რომ მაინტერესებს რა უნდა დაპირდნენ მათ, რა საქმე დაიწყეს და რა ვერ დაასრულეს და რისთვის მოდიან ისევ და რისთვის თავაზობენ მათ თავს კანდიდატებად. მადლობთ ბატონო ალექსანდრე, თქვენთან განმოვინაცვლებ კითხვით, თქვენ რუსთავის მერობისთვის იბრძოლებთ, როგორი საარჩევნო გარემო არის რუსთავში, რამდენად ახერხებთ თქვენი საარჩევნო კამპანიის წარმართვას და თქვენი პროგრამული პრიორიტეტები როგორია? მოგესალმებით, ძალიან საინტერესო ფაზაში შედის რუსთავში არჩევნები, ისე როგორც ალბათ მთელ ქვეყანაში. ყოფილი ორი სახელმწიფო პარტია ჩვენთან რუსთავის მაგალითზე ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, უკვე წურავს თავის რესურსს, სიცრუის რესურსს. წლების განმავლობაში ეზალა მართავდა ქალაქს და ქალაქი მიიყვანა ფაქტობრივად კატასტროფამდე. დაცლილი არის ქალაქი, 20,000 ადამიანი არის წასული ქალაქიდან. ამ ხელისუფლებამ შეძლეს ის, რომ ქალაქი გახადეს უინტერესო პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდებისთვის არ არის არ ფუნქციონირებს არაფერი დაწესებულება, რომელიც ახალგაზრდას დაამაგრებს ქალაქში. ეს არის ჩვენი ქალაქის პრობლემა, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელმაც არ იცის, როგორ მართოს ქალაქი, რა პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს ქალაქში და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი. საინტერესო ფაზაში შედის იმის გამო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავააქტიუროთ მოქალაქეები, რომ მივიდნენ არჩევნებზე და თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქალაქის ბედზე. საინტერესო არის არჩევნები იმით, რომ ქალაქის მერობის ორი კანდიდატი, დავით ჯიქია და მამუკა ჩიქოვანი, ეს არის ორივე ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან წამოსულები, უბრალოდ სხვადასხვა პარტიის სახელით გამოდიან ახლა ამ არჩევნებში. ბატონი დავით ჯიქია არჩეული არის ქალაქის მერის დროებით შემსრულებლად ბატონი კახა გურგენიძის მიერ, რომელიც არის საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობიდან. და ესეთი თანხმედრა არის, ესეთი თანწყობაა, გუშინ დებატებში ისხდნენ ეს ადამიანები ერთმანეთის პირისპირ და მთელი დებატები მოანდომეს არაპროგრამულ ნაწილს, თქვა ქალაქისთვის გაიცნოთ რა ხედვა აქვთ და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ქალაქი, არამედ მოანდომეს ურთიერთ ბრალდებებს და მე შემიძლია ვთქვა, რომ ორივეს ბრალდებები ერთმანეთის მიმართ იყო სამართლიანი ბრალდებები იყო. როგორც ერთმა, ესე ნაციონალური მოძრაობა, ასევე ქართულმა ოცნებამ წელიწად ნახევარში შეძლეს ის, რომ მოსახლეობის თვალში მინიმუმამდე დადის მათი რეიტინგი და აღარ აქვს უკვე მოსახლეობას იმედი, რომ ეს ორი ძალა რაღაცას შეცვლის და რაღაც ცვლილებებისკენ წაიყვანს ქალაქს. ამიტომ ძალიან დიდი შანსია ქალაქში, რომ მოსახლეობა მაერჩიოს ალტერნატიული გზა, უბრალოდ ნორმალური გზა განვითარების, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოვიდნენ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ პირველ რიგში შეაჩერონ რუსთავის რგრევა და რუსთავის დაცარიელება. ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით გვინდა რომ განვითაროთ ქალაქი, ესეთი შეხედულებები გვაქვს. ჩვენი ძირითადი შეთავაზება ქალაქისთვის ეს არის ახალი ნიშის დაკავება რეგიონში, ეს არის საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის ფუნქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაამაგროთ ქალაქში და მოხდეს ეტაპობრივი განვითარება, ისე ვთქვათ, რუსთავის სიმძლავრეების, სამრეწველო სიმძლავრეების განვითარება ერთ დღეში და ორ დღეში არ მოხდება. ქალაქი როგორც თქვი დაცლილია პირველ რიგში სპეციალისტებისგან, რომელებიც უნდა იმუშაონ და ამუშაონ ეს სიმძლავრეები. ჩვენი შეთავაზება არის, რომ რუსთავში იყოს ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტი, სადაც მოხდება ახალი კადრების მომზადება, ახალი ადამიანები მომზადებიან იმისთვის, რომ აი ამ სიმძლავრეებზე იმუშაონ, თორემ დღესდღეობით კატასტროფული მდგომარეობა არის. დღეს რო შევქნათ ჩვენ რუსთავში 10-20,000 სამუშაო ადგილი, ფიზიკურად არ გვეყოლება მუშახელი, არ გვეყოლება კვალიფიციური მუშახელი და აი ამ სიმძლავრეებში დასაქმდებიან უცხოელები და ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს რუსთავში. ასევე უნდა იყოს კულტურული დაწესებულებები, კულტურული მხრივ უნდა მოხდეს ეს ჩვენი რეგიონი რთული რეგიონია, რთულია იმის გამო, რომ თქვა კავშირი პერიფერიასა და ცენტრ შორის არის ძალიან რთული, იგივე თბილისთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ფუნქცია უნდა იყოს რუსთავმა თავის თავზე და მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი ეთნიკური უმცირესობების განვითარებას და ინტეგრაციას, თქვა ჩვენი ქვეყნის სამსახურში, რომ ეს ადამიანები ჩავთოთ. აი ესეთი ნიშის დაკავება გვინდა, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ის პრობლემები, რაც ზოგადად საქართველოსია და რაც შექმნა წინა ხელისუფლებამ, იგივე პრობლემების წინაშე არის რუსთავი. ჩვენი ხედვა არის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობა მაქსიმალურად ჩაერიოს, თქვა, სიდუხჭირის სოციალურ ზღვარს ქვემოწყობ ადამიანების დახმარებაში. ხელისუფლებას შეთავაზება აქვს ესეთი მოსახლეობასთან, რომ
ამბობენ რომ აი სატელევიზიო ეთერებით რომ ისინი დადიან და მოსახლეობასთან ათანხმებენ ქალაქის ბიუჯეტს, მე არ მეგულება არც ერთი ჭკუატყოფელი ადამიანი ქალაქ რუსთავში, რომელიც მოუწონებდა მათ დღევანდელ ბიუჯეტს, სადაც 500,000 ლარი არის გათვალისწინებული სოციალური პროგრამებისთვის და 3 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ხელფასებისთვის. ეს მერიის და საკრებულოს ხელფასების შენახვაში არც ერთი ადამიანი, არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ესე არ მოიქცევა რომ მოვიყოთ ოჯახი და ოჯახში ვთქვათ ყავდეს ბავშვი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ან პენსიონერი, რომელსაც აგრეთვე სჭირდება სამედიცინო დახმარება და ჩვენ ამ დროს აგერ ბრძანა თელავდა წარმომადგენელმა ჩვენ ამ დროს ყიდულობდეთ 100,000-იან მანქანებს, 180,000-იან მანქანებს, ეს ხო არც ერთ პასუხისმგებლიანი ოჯახის უფროსი არ მოიქცევა. აი ამასთან გვაქვს საქმე. ამ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ აი ესეთი მიდგომები დავამთავროთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ პირადად რუსთავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ კუთხით. და სხვათა შორის ძალიან კარგი მჭიდრო ურთიერთობა არის გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთანაც ვთქვათ ერთობლივი შეთავაზებები გვაქვს ქალაქში, მაგალითად ჩვენ ესეთი მემორანდუმი ჩვენ ვიყავით ინიციატორი, ესეთი მემორანდუმი გავაფორმეთ ოპოზიციურ პარტიებთან, რომ ნებისმიერი პარტიის მოსვლის შემთხვევაში ქალაქის მწვანე ზოლის განადგურება არ მოხდება. ეს უკვე გარკვეულწილად თანამშრომლობითი რეჟიმია, გარკვეულწილად სწორი ხედვა და მოსახლეობას უადვილებს არჩევანის გაკეთებას. ჩვენი მთავარი შეთავაზება არის ცვლილებების არ უნდა შეგვეშინდეს ნებისმიერი ხელისუფლება ამ ქვეყანაში, რომელიც ვერ ართმევს თავს და სამწუხაროდ ბოლო 25 წელიწადია სულ ესეთი ხელისუფლება გვყავს, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა წავიდეს თანამდებობებიდან. ეს არის ქვეყნის გადარჩენის გზა, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლებაზე არის აქ საუბარი და თუნდაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ცვლილებების არ უნდა შეგვეშინდეს. ეხლა როგორი მდგომარეობა არის ბოლო 20 წლის განმავლობაში, თუ ხელისუფლება მარცხდება, ეს ხელისუფლებისთვის არის ტრაგედია და ხალხისთვის არის შვება, თუ ხელისუფლება იმარჯვებს, ეს ხელისუფლებისთვის არის შვება და ხალხისთვის არის ტრაგედია. აი ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ გზა, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხება არც მათთვის იყოს ტრაგედია და ხალხისთვისაც გამარჯვება იყოს. ჩვენ არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ დამარცხებებში. ჩვენ გვინდა რომ ნებისმიერ არჩევნებში საქართველო გამოვიდეს გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა ეს თუ არ მოხდა ნაბიჯ-ნაბიჯ და თუ არ მოხდა ეტაპობრივად, ხო? შეიძლება 5 წლის შემდეგ კატასტროფის წინაშე დავდგეთ და გაცილებით უფრო ადრეც ქვეყნის პრობლემებიდან გამომდინარე. მადლობთ ბატონო ვასილ, თქვენთან გადმოვინაცვლებ კითხვით, თქვენ გორის მერობის კანდიდატი ხართ, გორში რა მდგომარეობა არის და თქვენი პროგრამული პრიორიტეტები როგორია? მოგესალმებით. გორი, მოგეხსენებათ, გამოირჩეოდა ყოველთვის ცვლილებების სადმე მოთხოვნით და საკუთარი ინიციატივებით, რომელიც მთელ ქვეყნისათვის იყო მისაღები და თვითონ ქალაქი ყოველთვის ახალი ინიციატივების შემომტანი იყო ხოლმე რესპუბლიკაში. დღეისათვის არის ერთი სიხარული, რომ გორს რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება ქალაქის სტატუსი, იქნება თვითმმართველი ქალაქი. მდგომარეობა ესეთია. ქალაქში აღარ არის ეკონომიკა, აღარ არის მრეწველობა, აღარ არის ტროლეიბუსი, აღარ არის საკოლმეურნეო ბაზარი, აღარ არის სტადიონი. არის მარტო მოედანი, დანგრეულია გალავანი, არ ინთობა განათება და ქალაქი არის ელემენტარული მცირე საწარმოების გარეშე დარჩენილი. თუნდაც 4 და 3 წლის წინ გაეროს დაფინანსებით გახსნილი 200,000 ევროიანი რძის გადამამშვეული კომბინატი, რომელიც საჩუქრად მიიღო ქალაქმა, დღესაც საეჭვო მდგომარეობაშია გაჩერებული. აქ იყო ბენდუქიძეს ინტერესები, ერთლარად შესყიდა, შემდეგ ამის ლობირება მოხდა, კიდევ გაჩერდა, გადაეცა უნივერსიტეტს. იქვე არის საწარმო ბოქსები, რომ შეისწავლოს ახალგაზრდობა როგორც ელექტროშედუღება, ესევე საზეინკლო საქმე და თვითონ ეს ტექნოლოგია რძის პროდუქტების ძალიან კარგ დონეზე იყო, ძალიან კარგი სწავლება მიდიოდა, უშვებდნენ პროდუქციას, რომელზეც იყო ქალაქში დიდო. დღეს ეს საწარმოც კი გაეროს დაფინანსებით გაკეთებული, საჩუქარიც კი გააჩერეს. გორში რაც იატაკქვეშ ჩრდილოვან ეკონომიკის დროს კომუნისტების იატაკქვეშ კეთდებოდა პროდუქცია, იმ ღირებულების პროდუქციას ვერ ქმნის დღეს ქალაქი, მრეწველობის ერთ-ერთი ფლანგმანი საქართველოში. მოსახლეობას კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ გორელი მოსახლეობა არის მაღალი პოლიტიკური გემოვნების მოსახლეობა და ელოდება ცვლილებებს და მზად არის ინიციატივა თავიდანაც გაიღოს.
როგორც არ უნდა ვთქვათ, რეგიონიდან დაწყებული ინიციატივა სხვა ძალა აქვს და სხვა ძარღვი აქვს. და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. მოსახლეობა მზად არის სამცვლელებისთვის, დაცლილი მოსახლეობა, რომლის საუკეთესო ნაწილი საზღვარგარეთ იმყოფება, მოსახლეობა, რომელმაც გადაიტანა ომი, რომელმაც გადაიტანა 9 მაოხრებელი გუბერნატორი და დღესაც ყავს დანიშნული ზემოდან გუბერნატორი, რომლის ფუნქციაც მხოლოდ ლობირება არის საეჭვო ინვესტორების, რომლისთვისაც ყოველთვის ეს საეჭვო ინვესტორი კეთილსინდისიერი შემძენია. მოსახლეობა ითხოვს ინიციატივის გამოვლენის საშუალებას. ჩვენ პირდებით ერთადერთი პირობა გამეორებაში მეთვალება რა ვიძახი, რაც ივანიშვილმა მისცა საქართველოს მოსახლეობას 2 წლის შემდეგ მე წავალ სამოქალაქო სექტორში, თქვენ გეყოლებათ ძლიერი არასაპარლამენტო ოპოზიცია, ჩვენ ეს შეუსრულებთ მოსახლეობას. არის ეს არასაპარლამენტო ოპოზიცია და მე ჩემ გორელებს დაუდგები გვერდზე, რომ ერთად ხელჩაკიდებული არა მარტო გორელებს, მე მინდა რომ დაბრუნდნენ გორიდან წასული ძალიან კარგი ინიციატივით, ძალიან ძლიერი პიროვნებები, რომლებიც ეთნიკურად სხვადასხვა გორელები, მაგრამ ერთი სიყვარულით გაერთიანებული და მათთან ერთად გორი უნდა გახდეს მოწინავე ქალაქი საქართველოსი და ეს შეგვიძლია ამის რესურსი გვაქვს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუ ეს გავაკეთებთ. მე მჯერა ჩემი მოსახლეობის და გორელების მჯერა. მინდა პირობა მოგცეთ, რომ გორი კიდევ გახდება ერთი მოწინავე ქალაქი, როგორც გაუკეთებიათ, თუნდაც ელემენტარულად ერთადერთი ოქროს მედალი ლონდონიდან გორელებმა ჩამოიტანეს. გორი ვერ წააქციეს. 12 კილომეტრში ტანკი დგას, გორელებს არ გვეშინია. ყველანაირი ცვლილებისთვის ვსაუბრობთ. ისინაც ვიცით, როგორ დაველაპარაკოთ. მომხდურსაც იმას. აი შიგნიდან უგვეყოლება მაოხრებელი და მტერსაც დავხვდებით და მოყარესაც. გორში ეხლაც ბევრია ტურისტი, ეხლაც ბევრი მოდის, უყვართ ეს ქალაქი, უნდათ მოეფერონ გორელებს და მზად არიან დაბრუნდნენ. ოღონდ დაინახონ, რომ აქ არის ინიციატივა, აქ არის მუშაობს თვითმმართველობა, აქ არ მოხდება რაღაცა ისეთი რეპრესიები, არაკაცური, არაქართული, არადემოკრატიული, ჩვენ ევროპული სასამართლო გვინდა. ის წართმეული ქონებები, რაც მოხდა, არავის არაფერი არ დაბრუნებია. მათ სულ მცირე თითოეულ საწარმოს და თითოეულ ორგანიზაციას 40-30,000 ლარი შექონდა ყოველ წელს ბიუჯეტში. გაჩერებულია მტვერში და ნადგურდება უბედოდ. მოსახლეობა უმუშევარია. საჭიროა მკვეთრი ცვლილებები და ძალიან მალე დავინახავთ შედეგს. ძალიან მალე დავინახავთ შედეგს. მადლობთ ბატონ სასო, თქვენს გორში იღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში. გორის ის პირველი ნომერი ხართ, კონკრეტულად თქვენი პროგრამული პრიორიტეტები როგორია? მოგესალმებით, სანამ პროგრამულ პრიორიტეტებზე გადავალ, მე თელავის შემთხვევაში გამოვეხმაურები, როდესაც იქ მოხდა ის პრეცედენტი, რომ გარკვეული ზეწოლა იყო მერობის კანდიდატზე. რა თქმა უნდა, ნიკამ მე ფაქტიურად არ გამოურიცხავ ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სრულიად მიზნობრივად იმოქმედა სწორედ მათ ხარდამჭერებზე, პოტენციურ ხარდამჭერებზე, რომ ის არ დაუშვებს ოპოზიციის გამარჯვებას მთელ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში. ეს იყო პირდაპირ მესიჯი, პირდაპირ თქმა იმათვის, ვისაც თქვათ შეეძლო, თქვათ ასეთი ტიპის ქმედებები განეხორციელებინა. მეორე მოდი შევაფასოთ კომპლექსურად რა მოხდა 2012 წლის შემდგომ, როდესაც ქართულ ოცნებამ გაიმარჯვა. და მოხდა ცვლილებები, მაგრამ რეალური სისტემური ცვლილება არ მოხდა. ის რაც ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებდა მანკიერი მხარეები, ეს იყო პრემიების აღება, ეს იყო ძვირადღირებული ავტომობილებზე სიარული, ეს იყო ვიზიტები უცხოეთში და ფლანგვა უაზროთ თანხების. ეს მანკიერი თვისებები, მანკიერი მხარე სრულიად თვისობრივად შეითავსა ქართულმა ოცნებამ. დღეს თქვენ რო წარმოედგინოთ ახლა ყველა ქალაქში სია, იცით თქვენ ქართული ოცნების ალბათ გეცოდინებათ. სავსეა ნაციონალური მოძრაობის წევრებით. ქართულ ოცნებას სერიოზული საკადრო შიმშილი აქვს და მიდის იმაზე, რომ გამყარებლები ყველა უსახური ადამიანები ჩასვეს მათ საარჩევნო სიებში. უბრალოდ სერიოზული საკადრო შიმშილი იწვევს მათ სერიოზულ დისკრედიტაციას და ჩვენ როდესაც დავდივართ მოსახლეობაში ქართულ ოცნებას, მინდა გითხრათ, რომ სერიოზული ნიჰილიზმით, სერიოზული ნეგატივით უკვე უყურებს ამორჩეველი. რაც რა თქმა უნდა მე მახარებს როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი,
და მიმაჩნია რომ საზოგადოება უკვე მზად არის იმისთვის რომ მიიღოს ეს ცვლილებები. თქვენ მკითხავთ და ყველა ჩვენ საუბრობთ ამ ცვლილებებზე. რა არის ეს ცვლილება? ცვლილება ის არის რომ აქ წარმოდგენილი ადამიანები მზად არიან დაუშვან ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში პრეცედენტი იმის რომ არც ერთი მერობის კანდიდატი, არც ერთი საკრებულოს წევრი რომელიც გავა არ ივლის ძვირადღირებული ჯიპით, არ აიღებს პრემიას და აი ამ თანხების ზუსტად გააკეთებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროექტებს, განათლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს. დღეს ათეულობით 1000 სტუდენტი არის, რომელსაც სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული და რჩებიან ქუჩაში, რჩებიან გარეთ და ასე ემატებიან უმუშავართა და უცოდინართა რიგებს. ასევე მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იცით რომ ის არ იყო საქმის ყურში, თუ რა ხდება ლიბერტი ბანკებში საპენსიო სესხებთან დაკავშირებით და მე მინდა მას უთხრა ასევე ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, იმის მაგივრად რომ ახსნა განმარტებები აკეთოს თუ როგორი სუფრები გაშალა, რომ ლიბერტი ბანკში ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ სოფელში, ქალაქებში ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდარი ადამიანად ითვლება, რომელიც სირცხვილია ჩვენი ქვეყნის, როდესაც პენსიონერი ითვლება ყველაზე დიდარ ადამიანად. როდესაც გამოაქვს საპენსიო სესხი, არც ერთი სამომხმარებლო სესხი ისეთი ძვირი პროცენტის მატარებელი არ არის, როგორც საპენსიო სესხი. დაახლოებით 6 თვის სესხზე მას პენსიონერს ართმევენ 2 თვის სესხს. დაახლოებით გამოდის სამომხმარებლო სესხის 42%. არც ერთი სამომხმარებლო სესხი საქართველოში არ არის 42%. ნუ თუ ის შესაძლებელი არ არის, რომ ჩვენი საწყალი პენსიონერი ადამიანებისგან ამოიღონ ეს ფული, ამოიღონ კომერციული თვალსაზრისით და გააღატაკონ კიდე ეს ადამიანები. ასევე მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას გუშინდელს, როდესაც ის საუბრობს პრემიებზე და მიიჩნევს სამართლებრივად, მიიჩნევს ნორმად, რომ საჯარო მოხელეებმა, მინისტრის მოადგილეებმა აიღონ პრემიები. იცით რა, პრემიერ-მინისტრი არის ჩემი თანატოლი და ასევე ვთვლი, რომ რაღაც სორბონა, ამბობენ, რომ სორბონა აქვს დამთავრებული და მენეჯმენტში აქვს გარკვეული გამოცდილება. მე მინდა უთხრა მას, რომ მენეჯმენტის საფუძვლები კარგად წაიკითხოს, პრემია და ხელფასი არასდროს არ არის მენეჯმენტში მოტივი და სტიმული, რომ ადამიანმა კეთილსინდისით იმუშაოს. თუ მას მიაჩნია და ამბობს წინასწარვე, რომ ადამიანმა შეიძლება საჯარო მოხელემ, თუ მას არ ექნება კარგი ხელფასი, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში ჩაერთოს, თუ ასეთი პოტენციურად არსებობს ასეთი ადამიანები დღეს ხელისუფლებაში, დღესვე გაათავისუფლოს. ურჩევ დღესვე გაუშვას ეს ადამიანები, რომლებიც არ იმუშავებენ ენთუზიაზმზე, რომლებიც არ იმუშავებენ ქვეყნის სიყვარულით და მუშაობენ მხოლოდ პრემიებზე და ხელფასებზე და ძვირადღირებულ ავტომობილებზე. დღეს ჩვენ ამ ცვლილებით ვთავაზობთ, რომ დაუსვათ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ პრემიებ და ძვირადღირებულ მანქანებს. აი ამისთვის არის საზოგადოება დღეს, ამ ცვლილებებისთვის არის დღეს საზოგადოება მზად და ამ ცვლილებას ვთავაზობთ ჩვენ. მადლობ და ვიდრე დანჩა სტუმრებთან გადავიდოდეთ, ბატონ ნიკო, მე მატყობინები რომ თელავიდან ყავს მაყურებელი და თქვენთან არის შეკითხვა. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. ალო. გისმენთ, დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. მე მოგესალმებით, თბილისიდან გირეკავთ. ისმის ჩემი ხმა. ისმის ბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ. ეს კახეთიდან ახალგაზრდას უსმენთ ახლა და ძალიან მოგვეწონა. საკმაოდ ჭკვიანი ახალგაზრდა არის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არის და თელავილებს მოგიწოდებს რა ესეთი ხალხი აერჩიოთ. ეს ულვაშებიანი, ღიპიანები უნდა დამთავრდეს, მორჩეს. მიუცეთ აი ამის თან ახალგაზრდებს მეგვიანჩავთ და ბოდის მოგიხდით. ვერ გავიგე ეს ახალგაზრდაზე იხდის კენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი ამის თან ახალგაზრდები აშენებენ ქვეყანას. დალაგებული, მოზომილი ლაპარაკით, მსჯელობით, ხო? საქმესაც გააკეთებენ ესეთი ახალგაზრდები და აი ამ კაცის თამადობით და თაოსნობით. მადლობთ. ბატონ გივი, თქვენთან გადმოვინაცვლებთ კითხვით, თქვენ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი ხართ, ზესტაფონში რა მდგომარეობა არის, როგორი საარჩევნო გარემოა და თქვენი პროგრამული პრიორიტეტები რა არის? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს, მადლობა მოწვევისათვის. რაც მოვისმინე, რასაც ვაანალიზებ ამ ბოლო 2 ათეული წლის მანძილზე, სიტუაცია ქვეყანაში არის ძალიან მძიმე. მე ახლა ესეთი განცხადების გაკეთება მინდა, რომ შეიძლება ცოტა მოულოდნელი იყოს ბევრისათვის. მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, ამ დემოკრატიული შეფუთულობის და ამ დემოკრატიული ლოზუნგების ქვეშ საქართველოს კოლონიალურ ქვეყანად გადაიქცა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ ვცვლით სისტემას. ჩვენ ვერ ვცვლით ახალ ინიციატივებს.
ინოვაცია არაფრის არ არის. და უნდა დავფიქრდეთ, რატოა ერთი და იგივე ხალხი სულ სხვადასხვა პარტიებით, სხვადასხვა კოალიციებით ხელისუფლებაში, რატოა ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი ოპოზიციაში და რატო ტრიალებს ეს კარუსელი? ეს არ არის მარტო თანამდებობრივი კარუსელი. ეს არის პოლიტიკური კარუსელი, რომელიც ტრიალებს. იყო ხელისუფლებაში, ჩაიდინა გარკვეული დარღვევები, დანაშაული, წამოვიდა ოპოზიციაში, გაიწმინდება 2-3 წელიწადში, წავა ისევ ხელისუფლებაში 22 წლის მანძილზე, 92 წლიდან, რაც შევარდნაძე მოვიდა. პრაქტიკულად ხელისუფლებაში არ მოსულა რაიმე უცხო ძალა, მე ვამბობ, ხალხის წიაღიდან წამოსული ძალა და არაფერი არ შეცვლილა. რატო ვერ ვცვლით სისტემას? იმიტომ რომ ეს არის ვიღაცის მიერ ჩამოწერილი, ჩამოქნილი სისტემა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს. შეიცვლება დასახელება პოლიტიკური ორგანიზაციების, მაგრამ სახეები ძირითადად რჩება ერთი და იგივე. მე ჩემ დასაუბედუროდ, ჩემი ხალხის მდგომარეობიდან გამომდინარე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველო არის კოლონიალური ქვეყანა. თუმცა კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ, თუ ამის აღიარებას ვერ მივახცევთ, რომ ჩვენ კოლონია ვართ, ჩვენ ვერ გამთავისუფლებით. ჯერ უნდა გავაგებიოთ ყველასა თითოეული საზოგადოება მიხვდეს, რომ ის კოლონია, იმიტომ რომ რა ხდება? საწარმოები გაგვიჩერეს. კადრი გაედინება, ხალხი გაედინება. ქვეყანა ფიზიკური განადგურების წინაშე დადგა. საფრთხე ემუქრება ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას. მე ქართველად ვთქვი აზერბაიჯანელს, ოს, რუს, უკრაინელს, ლიტველს, ვინც შეხედეთ რა მდგომარეობა, ყველას უჭირს ძალიან. ჩვენ ვერაფერს ვერ ვცვლით რეალურად. და მივედი ამ დასკვნამდე, რომ ჩვენ ვართ აი ეს შეფუთული ამ დემოკრატიული ლოზუნგების ქვეშ კოლონიალური ქვეყანა. ნუ ახლა რა უნდა ვთქვა? ამის კიდე ერთი მაგალითია ის, რომ მაქსიმალურად ცდილობენ აქ პიროვნებებმა განაცხადეს, რომ ერთი და იგივე ხალხი იყო ყოველთვის ადგილობრივი არჩევნების დროს საგრებულოებში, ხო? და მეორე კუთხით მივუდგეთ ამას, რატო? რატო იყო? არასოდეს საქართველოში ბოლო 22 წლის მანძილზე არავითარი პოლიტიკური ორგანიზაცია, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ღირსეულ პასუხისმგებლობას და ყურადღებას არ აქცევდა ადგილობრივ არჩევნებს. რატომ? თუ იქნება თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები, თუ იქნება თანაბარ პირობებში ადგილობრივი არჩევნები, იქ წამოა ხალხიდან პიროვნებები, იქ წამოა ინდივიდუალურად ძლიერი, ეროვნულზე შეყვარებული კაც, რომელსაც უყვარს გორი, რომელსაც უყვარს თელავი, რომელსაც უყვარს მარნეული, რომელსაც ეს მიწა, წყალი, ეს ქვეყანა უყვარს, ყველა უყვარს. ამიტომ ეს რო წამოვიდეს, წარმოიდგინეთ, რუსთავში ესენი წამოვიდნენ. მე მუშაობდი რუსთავში, ვიცი, რუსთავი და ზესტაფონი სამრეწველო ცენტრები იყო. არაფერი აღარ გვაქვს. ამას უშლიან ხელს. ამას ნახეთ როგორ არის ზემოთ საქართველოში საუბედუროდ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოყალიბებული. ჩვენ როგორც ასეთი პარტია არ გვყავს. არც ერთი. მე დიდი იმედი მქონდა ოცნების რო ის ჩამოყალიბდებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციად. არის ატრიბუტიკა, არის დროშები, არის წესდება, მაგრამ ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან თავისი ლიდერების სამსახურში მოწყობით. არც ერთი ლიდერი არ იწუხებს თავს რაიონში თავისი რაიონული ორგანიზაციების ყოფისა და მდგომარეობას. იმას მოусმინოს, იქიდან რაღაც მიიღოს. ეს მდგომარეობა არის ჩვენთან. ეს არის ქვეყანაში. ეს არის საფუძველი ყველა იმ პრობლემის, რასაც ჩვენ ვაწყდებით. ეს არის საფუძვლის საფუძველი. მე დიდი მადლობა მინდა თელ საზოგადოების წინაშე გადაუხადო ბატონ ბიძინას 1 ოქტომბრისათვის და ასევე მე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ზუსტად ამ ჭრილში განვიხილავ. მიხვდარა იმას, რომ მოვიდა ხელისუფლებაში და ვეღარ განავითარა თავის დანაპირები, ნუ ჩემსავით ვერ გამოვიდა და ვერ დაიძახა ამ კაცმა, რომ არ მაძლევენ ამის საშუალებასო და წავიდა და ახლა რაღაც სამოქალაქო სექტორი მოითხოვა. პოლიტიკური სექტორი დაულაგებელია, სამოქალაქოში ვერაფერს ვერ დაალაგებს. ეს კაცი კაცურად ადგა და გაეცალა, ალბათ ელოდება რა, არ ვიცი რა ხდება. ჩვენ აი ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩემო ძვირფასო. დანარჩენი ახლა რას ვპირდები ზესტაფონებს, არაფერს ავპირდები ის, რას გადავწყვეტ მე.
პრემიები 400.000 ლარამდე პრემია აქვს გამოწერილი გამგებლის მოადგილეს საკრებულოს იმას სამჯერ აქვს აღებული ეს ფული 118.000 130.000 ნუ 400.000 ლარამდე რა 3-4 მილიონი რაღაცა იყო ინფრასტრუქტურის პროექტები და სად არის მილიონი ნახევარი კაცმა არ იცის რაც გააკეთეს უხარისხოა კაცი პასუხს არ ითხოვს თუ შევხედავთ სისტემას რას ქვია ტენდერში გაიმარჯვა რას ქვია ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა მიდიხარ ნახულობ რომ ზესტაფონში სადაც 17 სამშენებლო სამმართველო იყო და 2-ია დღეს საკმაოდ ძლიერი დარჩენილი რომელსაც ტექნიკაც აქვს კადრიც ყავს ვიღაცა მე ვანელებს დიდ პატივს მაგრამ ვიღაცა ვანში იმარჯვებს რაღაც პატარა ოთახში აქვს ოფისი ჩამოდის ვანიდან ზესტაფონში და უნდა დაიქირავოს მუშახელი, უნდა დაიქირავოს ტექნიკა, იმას უნდა უხატოს ეგრეთ წოდებული მივლინების, კამანდიროვოჩის. ის ხო იმას უძვირდება. აგერ ზესტაფონში ვერ იმარჯვებს, ხო? როცა ყველაფერი აქვს, ტექნიკაც აქვს, ეს ცოტა ეს სისტემური მომენტია და სისტემას, რა ვიცი, ასე ადვილად ვერ შევცვლით. უნდა გამოჩნდეს აი ეს საუბარი, ამ თემით უნდა წავიდეთ, ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და მე ვთვლი, რომ როდესაც მასა საქართველოს მოსახლეობის მიხვდება თუ რა დღეშია და როდესაც ჩვენ უპირველესი ამოცანა არის ის რომ ის პოლიტიკოსები რომლებიც 22 თუ 2000 წლის მანძილზე ამ პოლიტიკურ ორბიტაზე ტრიალებენ ისინი უნდა გავიდნენ პოლიტიკით სხვანაირად ყველანაირი დაპირებები ეს ჩემიდან იქნება თუ სხვიდან იქნება ეს არის მარტო დაპირება და მოტყუება მე ჩემ ხალხს ვერ მოვატყვე ვიძახით იმას, რომ 400.000 ლარი პრემია რო არის, ამით შეიძლებოდა სამედიცინო ფონდი შეგვექნა გადაუდებელი ოპერაციებისათვის. არის იქ ტენდერებში რომ იმარჯვებენ გარკვეული თანხები იზოგება მერე საეკონომიკო სამინისტროში მოდის უკან ბრუნდება. შეიძლება ეს გამოიყენო იგივე ეკონომიურად სუსტი ოჯახებიდან სტუდენტების დაფინანსების როგორც აგენ მეგობარა აღნიშნა რომ ეს ვერ იხდის გადასახადს და სტუდენტი შეება უცოდინარ. ბევრი რამ შეიძლება, მაგრამ გაგვაკეთებიებენ ამას. ხედავთ თქვენ დღეს იმ სიტუაციას რომ ოპოზიცია აი ის სუფთა ხალხი უმრავლესობით მოვა რომელიმე რაიონში ვერ მოვა რატო არიან გაერთიანებული დღეს ოცნებისტები და ნაციონალისტები იმიტომ რომ ისინი ერთი სტრუქტურის ერთი პატრონის ხალხი არის იმათ ერთი პატრონი ყავთ ის იზა რომ თქვენ დაჯიქთ თქვენ დაბლოკეთ ახლა ეს სიტუაცია მეორე მომენტია ვინმე პასუხი აგო ქვეყნის გრევაში 22 წლის მანძილზე შევარდნაძე მაგო პასუხი არა. ბურჯანაძე მაგო პასუხი არა. ამოიღეთ ის დადგენილებები, რომლებიც იმის დროს იყო მიღებული. ნუ ჟვანია გარდაიცვალა ახლა და აღარ არის პრობლემა. ამ ხალხს კანონები აქვს მიღებული. ამ ხალხს ისეთი კანონები აქვს მიღებული, რომ ელემენტარულად სამრეწველო ობიექტის კონსერვაცია არ შეიძლება მოხდარდეს. რას ნიშნავს? თუ მისი პროდუქცია არ საღდება, შეიძლება საწარმო გააჩერო. ხო? მე იქ გაუშვა ხალხი შვებულებაში და მატერიალური პასუხისმგებლები პირები მზად ვალდებული არიან პასუხი აგონ დაზგა დანადგარებზე და საშუალებებზე. მაგრამ იქ მიიღეს კანონი რომ თუ ეს გაჩერებულია საწარმო გადასახადი დაზგა დანადგარი საწარმოო საშუალებისთვის უნდა იხადოთო. რაც იმას ნიშნავდა რომ აიძულებდა ამ საწარმოს ხელმძღვანელს ის გაეყიდა და გაეჩანაგები. ეს კანონები ხო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს მიიღეს ბურჯანაძემ, ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარეები რო იყვნენ. ეს იყო დამანგრეველი მომენტი. გაჩანაგებულია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. თქვენ იცით რომ საბჭოთა კავშირში მხოლოდ 4 საწარმო იყო მეტალურგიული ისეთი, რომელიც ნედლეულიდან დაწყებული რკინის ყველა კონფიგურაციით უშვებდა. ესე ამთავრებდა, რაც კი ბოდიში ესეთი საბჭოური ისოთქა, აი უგოლნიკი, ლისტი, არმატურა, ყველაფერი გამოდიოდა. 4 იყო მხოლოდ მეტალურგიული ქარხანასი და ერთ-ერთი იყო რუსთავის გაანადგურეს. რატო გაანადგურეს? იმიტომ რომ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი უნდა განადგურებული იყო. მრეწველობა ხერხემალია ქვეყნის, გაანადგურეს დამთავრდა ქვეყანა. დამთავრდა. გაანადგურეს ღვინის გადამამუშავებელი საწარმოები, დამთავრდა ქვეყანა. საიდან პირდებით ამ ხალხს რომ ხელფას გაუხსნით, კიდე სესხები, კიდე რაღაცეები, კიდე ვიღაცა ჩაგვასესხებს რაღაცას, მოგცემს 2 მილიარდს და ჩვენ რას ვაწარმოებთ? ვერაფერს ვერ არც გვაძლევენ ამის საშუალება. თქვა ბიძინა ივანიშვილმა 60 ქარხანას შეუქმნია. სად ნახეთ, რომელ რაიონში ამუშავდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ეგრეთ წოდებული საკონსერვო
ან წვენების რო უძახოდით ქარხანა. ხილფაფას ვერ ხო, ხილფაფას გორს ვერ. სადამუშავდა. არ მიცეს ბიძინას, დაინახა, წააწყდა ამ სიტუაციას და მიხვდა კიდე აღარ მოვატყუფო, უფრო უარესად ხალხიო და განერიდა რა. ეს არის პირველი მაგალითი იმის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ლოზუნგებში შეფუთული კოლონიალური სახელმწიფო. უბრალოდ ეს სტატუსი უნდა გავიფორმოთ და ამის შემდეგ დავიწყოთ განთავისუფლებაზე ფიქრი. ნომრები არ გვაწერა. ხო, ხო, მაგრამ აწერიათ უკვე ჩვენს გვაწერენ ამ ნომრებს და საინტერესოა ეს არის რომ ბოჩოლებსაც დააწერეს, ყურებზე გაუკეთეს ნომრები. ეს ესეთი მომენტია. ჩვენ ბორჯომიდან გვიკავშირდება მაყურებელი, რომელიც ძალიან გთხოვს რომ გავესაუბროთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გისმენთ. მოგესალმებით, ელენა დალე არაჩვეულებრივი წამყვანი ბრძანდების მივესალმებით თქვენ სტუდიაზე. 10 წუთია მე ველოდები და ძალიან აქ ჩამომაყალიბებინეთ, არ ვიცი შეკითხვა, არ ვიცი რა არის. მე ვარ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წარმომართველი. და ძალიან მინდა რომ აბსოლუტურად ეს არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ საქართველოში და ყველაზე გადამწყვეტი ხალხისთვის. მე მინდა თქვენთან მოწვეულ სტუმრებს ელენა ყველასთვის არის ეს კითხვა თუ ეს რჩევა. როგორ აპირებენ ეგება ცოტა მეტი დრო დაუთმონ უფრო რაღაც წუთებით მაინც ამომრჩევლები დაასწრონ რომ აუცილებელია მათი საარჩევნო ხუთებთან მისვლა. როგორ აპირებენ მათ დაწმუნდებას? მე იშვიათად კახიშვილისგან მესმის მარტო აი ძალიან ისეთი ახსნა მოსახლეობის მარტო კახა არ უშველის ამ საქმეს. ძალიან გთხოვთ აი მაპატიეთ კეთილი გულით გამიგეთ. აი ბებია შემაიწოდა ქიშტურების ლაპარაკს თავი დავანებოთ და ამომრჩეველი როგორ უნდა დააწმუნოთ რომ არჩევნებამდე მივიდნენ. მე რაც შემიძლია ჩემს გარშემო აბსოლუტურად ყველასთან ლაპარაკობ და აგიტაციას ვეწევ, მაგრამ აი თქვენ ტრიბუნიდან ეს ნაკლებად ისთვის მარტო წარსულის ლაპარაკს იცით ეს პირისპირო შეხვდებით ერთმანეთს იქ ველაპარაკეთ. აი ახლა იმედ გაცვლებული არჩევნისა ძალიან ცოტა არაპირებს. გასაგები აქვს, მადლობ თქვენ შეგიძლიათ. ეს რა, აი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა ქალბატონმა. როდესაც ჩვენ მივდივართ შეხვედრებზე და ხალხი გვხვდება, პირველ რიგში უხდი მადლობას იმის გამო, რომ გამოვიდნენ და დრო დაგვითმეს. ეს რა არის? მოვიდა ერთი ხელისუფლება შეხვდნენ წინა საარჩევნოდ აირჩიეს არ გაუმართლა. მეორე მოვიდა არ გაუმართლა. ხალხი ჩავარდა დიდ ნიჰილიზმში. და აი სწორედ თუნდაც ნაციონალური მოძრაობის დროს რატომ ვაგებდით ყოველთვის ოპოზიცია? იმიტომ რომ ოპოზიციის ასე ვთქვათ ამომრჩეველი ის ელექტორატი, რომელსაც ოპოზიციისთვის ხმა უნდა მიეცა, რჩებოდა სახლში, იმიტომ რომ იყო ერთგვარ უიმედობაში გადავარდნილი და მე მინდა უთხრა მოსახლეობას და ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ სახლში დარჩენილი ამომრჩეველი ყოველთვის ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ უიმედობა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთგვარ ნიჰილიზმშია გადავარდნილი. ეს არის აუცილებელი და ყველამ მინდა რომ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მადლობა ბატონ ალექსანდრო, თქვენ გსურდათ. ეს დავამატებდი ახლა პესიმიზმი არის დამღუპელი. ამ შემთხვევაში ჩვენ ოპტიმისტები ვართ. 1 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ რუსთავში შევძელით მობილიზება გავუკეთებია 37000 ამომრჩევლისთვის. რეგიონში ჩვენ გავიმარჯვეთ, რუსთავმა გაიმარჯვა და დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა. ზეწოლის მიუხედავად, დაშინებების მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ეს შევძელით და რით შევძელით? მივდიოდით ადამიანებთან და ვარწმუნებდით მათ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა წასულიყო სახლში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ადამიანებთან ურთიერთობა, გულწრფელობა და ნდობა. ურთიერთნდობა ჩვენ არ განვიხილავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, თუნდაც ცენტრალურ ხელისუფლებას, როგორც მეფობას და ბატონობას. არა, ჩვენ თანაბარ დონეზე ვართ. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება რაღაც საქმიანობის, თორემ ქვეყანა გამოსასწორებელია ყველა ადამიანის, თითოეული ადამიანის და ამაში ჩვენ დავარწმუნეთ 1 ოქტომბრის ადამიანები დავარწმუნეთ და ეხლაც ისეთი ფონია, რომ ისინი დარწმუნებულები არიან და ძალიან ბევრი აპირებს არჩევნებზე მისვლას და პასუხისგებლობის აღებას. ჩვენ ერთი რაღაც გამოგჩა, რომ მერების არჩევნები და გამგებლების არჩევნები პირდაპირ წესით ეხლა ხდება დღესდღეობით. ეს ძალიან კარგი შეთავაზება არის საზოგადოებისთვის. აგერ ბატონი ბრძანებდა, რაც გამოიწვევს იმას, რომ ადგილებზე აუცილებლად მოხდება გამარჯვება ოპოზიციური პარტიების. ვერ შეძლებს ხელისუფლება, ყოფილი ორი ხელისუფლება ვერ შეძლებს გაყალბებას, იმიტომ რომ ერთმანეთთან ვერ რიგდებიან ესენი. ვერ იგდებიან ერთმანეთთან, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდი კომპრომატები აქვთ ერთმანეთზე და არ უნდათ რომ ერთმანეთს დაუთმონ, აი ეს დიდი ლუკმა და ძალიან დიდი შანსია მოსახლეობის გააქტიურების შემთხვევაში, რომ ბევრ ადგილზე გაიმარჯვოს ოპოზიციურმა ძალამ.
ჩვენ ამის იმედი გვაქვს რუსთავში და თუ ხელისუფლებამ ესეთი ტემპით გააგრძელა იმედგაცრუება ხალხის თავის მხრივ ძალიან დიდი ალბათობით ზოგან მეორე ტურშიდაც ვერ გადავა ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ზოგიერთ ადგილას პირველ ტურშიდაც სადაც ინფორმირება შეუძლებთ ადამიანებისგან პირველ ტურშიდაც გაიმარჯვებს ოპოზიციური პარტია. ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობ დარბაზსაც შეუძლია გასცეს პასუხი. ეს ქალბატონს მინდა გამოვეხმაურო და აბსოლუტურად იგრძნობა ეს პათოსი მოსახლეობაში, რომ ნიჰილიზმის ნიშნები, რომ თქვათ ის როგორც ყოველთვის იყო, თქვათ აზრი არ აქვს არჩევნებზე წასვლას და მე მას შევეცდები რამდენიმე სიტყვით დავარწმუნო ერთი ადამიანიც თუ რატო უნდა წავიდეს არჩევნებზე და რატო უნდა აირჩიოს ცვლილებები და რატო უნდა შემოხაზოს ერთიანი. მოდი გადავხედოთ ჩვენ პოლიტიკურ ისტორიას ქართულმა ხალხმა გამოსცადა ნაციონალური მოძრაობა. ნახეთ ხო? ქართულმა საზოგადოებამ გამოსცადა ბურჯანაძე. ჩვენ ნახეთ 2007 წლის 7 ნოემბერს მისი არაპრინციპულობა, რომ მას შეეძლო ერთ დღეშივე დაესვა წერტილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისთვის. ნახეთ. ასევე ნახეთ ჩვენ ქართული ოცნების ორწლიანი მმართველობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგები ვნახეთ. პრემიები, იგივე ქმედებები, ეს ყველაფერი ნახა საზოგადოებამ. ჩვენ საზოგადოებამ თქვენ უნდა უთხრათ ამ პოლიტიკურ პარტიებს ერთი მესიჯი, არა ხელისუფლებაში ნამყოფებს. და უნდა აირჩიოთ ცვლილებები. ყველა ჩვენ რაც ჩამოვთვალე, ყველა ადამიანებს ქონდათ შანსი ერთხელ პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ გაეკეთებინათ საქმე, დაედოთ თითოაგური, გაეკეთებინათ ნორმალური ჩამოყალიბებული სახელმწიფო მშენებლობისთვის ქმედებები. ამისთვის ყველას ქონდა დრო. ახალ მემარჯვენეებს, თავისუფალ საქართველოს 9 წლის განმავლობაში კი არა, უფრო ადრეს. მთელი ეს განმავლობა ჩემი ახალგაზრდობა, მე დიდი ისტორია არ აქვს, დაახლოებით 10 წელია პოლიტიკაში ვარ. 10 წლის განმავლობაში მე ვხედავ იმას, რომ ქალაქ გორში და მთლიანად საქართველოში 10 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეები იცვლიან, ზოგი ნაციონალი, ზოგი ქართული ოცნება, ზოგი ფორუმი, ზოგი ის ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ ამ წრეზე. არა ხელისუფლებაში ნამყოფებს და თქვენ უნდა აირჩიოთ ცვლილება. ეს ადამიანები არასდროს არ ყოფილიან ხელისუფლებაში და ამიტომ უნდა აირჩიოთ ცვლილება, რომ ეს ადამიანები არიან ენთუზიაზმზე დამყარებული ადამიანები, რომლებიც არც პრემიას აიღებენ და არც ძვირადღირებული ავტომობილით ივლიან და აი ამ თანხებით სწორედ მოახმარენ იმ ქალაქს, იმ რეგიონს, იმ ოლქს. აი ამიტომ უნდა აირჩიოთ ცვლილება და ამიტომ უნდა წახვიდეთ არჩევნებზე და ამიტომ უნდა შემოხაზოთ ერთიანი. მადლობ ბატონო ისლამ, თქვენთანაც გადმოვინაცვლებ კითხვით, თქვენ ასევე გექნებათ მე საშუალება რომ დაამატოთ. თქვენ მარნეულის რაიონის ის პირველი ნომერი ხართ, მოკლედ რომ გვიამბოთ მარნეულში რა მდგომარეობა და თქვენ როგორ ახერხებთ აწარმოოთ საკუთარი საარჩევნო კამპანია. მე უერთები ჩემ მეგობრებს, ძირითადად საქართველოში ნებისმიერ რაიონში ერთი და იგივე პრობლემა არის. რა ცოტა მეცინება, როდესაც 21 საუკუნეში ისევ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ხალხს სასმელი წყალი არ აქვს. შუქი არ აქვს და გაზი არ აქვს. ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თბილისიდან მარნეულამდე არის 40 კილომეტრი. და ეხა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ოდნავ უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია და მანამდე საერთოდ ძიმე სიტუაცია იყო, ჩადიოდი მარნეულში და ხვდებოდი სადღაც სხვა სამყაროში, რა სხვაგან. იმიტომ რომ არაფერს აკეთებდა საერთოდ. არც შეუგნაძეს ხელისუფლება, არც მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იმისთვის, რომ მოახდინოს ამ ხალხის ინტეგრაცია საქართველოში. ამისთვის აუცილებელია დავიწყოთ თავიდან, ბაღაბაღებიდან და სკოლებიდან, უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ყველაფერს. მე ხა ცოტა ღელავ, იმიტომ რომ იმის გამო რაც მოხდა გარდაბანში, აი ჩვენ შედეგი მივიღეთ, ხო ამის. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც მეფე დილით როიღვიძებდა ჩვენი მეფე ეკლესიის მერე შედიოდა მეჩეთში ლოცვაზე. ხდება ეს სამართლინო ფაქტები. და მე მინდა მივმართო ჩემ ძმებს, აზერბაიჯანელებს, ქართველებს, ნუაყევით ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს. ჩვენი ძმობის სიწმინდე არის ბევრად უფრო დიდი ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობა, თუნდაც სკამი. მე ვარ ეროვნებით აზერბაიჯანელი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და ნუ რა შემიჯეროთ საქართველოს სიყვარულში, თუნდაც მოქალაქეობაში. მადლობა ბატონო, თქვენ დამატებაც. მე ქალბატონს ვეხმაურები. მოსახლეობა ბრძენია, შემოკარგო და ხედავენ რა ხალხი მოდის. მე ჩემი მოსახლეობის თხოვნა შევასრულე და მივეცი არჩევანის საშუალება. თუნდაც ის რომ ქალაქს აერჩია დროებით უმუშევარი მერი. გორს ყოლოდა მერი, რომელიც დროებით უმუშევარი ქალაქს, რომლის მოსახლეობის 60% თვით დასაქმებული ეს ტერმინი ჩვენი ხელისუფლების რაღაც სასწაულისა
თვითდასაქმებული, რომელიც ვერ ქმნის საპენსიო ფონდს, ყავს 80% პენსიონერი და უნდა შეინახოს 10%-მა მომუშავე. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 წელიწადში საერთოდ პენსიას ვერ მივცემთ ხალხს. როცა ჩამოდის ცინკის კუბოთი ავღანეთიდან, გორში უკვე აი გუშინ წინაც იყო ეგ შემთხვევა. რითი შევინახოთ ის ქვრივ ობოლი? რითი უპატრონოთ ამ ხალხს? არ არის წარმოება, არ არის არანაირი ინიციატივა. ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს და მე კიდევ ერთხელ ვიზახი, მე ჩემ მოსახლეობას, ჩემ ქალაქს მიმეცი საშუალება ქონოდა არჩევანი. ამას გორი გაიგებს და მადლობთ, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. მე ძალიან მომეწონა პიროვნებამ ჩამოაყალიბა თავისი აზრი ეკონომიკაზე, ძირითადად ის შეეხო რუსთავს, ესტაბონს. აი ზუსტად ასეთი მოაზროვნე ხალხი გჭირდება ჩვენ პოლიტიკაში. პოლიტიკას ეკონომიკა ქმნის, როცა ეკონომიურად ადამიანი ძლიერია, მას პოლიტიკა იმდენად არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ყურად უნდა იყოს მთავრობა, ეხლა ვინც არის, რომელიც ხალხისთვის არ არის. აი ასეთი ხალხი, ბრძენი ხალხი იქ რომ გყავთ თქვენ ეხლა, ზესტაფონის წარმომადგენელი, აი ასეთი ხალხი არის თითქმის ჩამოსათვლელი და ვთხოვ მე აი ამ პიროვნებას, რომელსაც ეხლა უყურებ და მთელი ოჯახი მადლობას ეუბნება მას ჩემი ოჯახი, რომ აი ასე ბრძნულად ჩამოაყალიბა მას. აი ასეთი ძალიან დიდი პრობლემები. და ვთხოვ მთავრობას, თუ ესმის ჩვენი ხმა ღაღადებლისა შინა, რომ გაითვალისწინონ და ასეთი ხალხები მოიწვიონ ეკონომიკის სფეროში და ქვეყანა აყვავდება. აი ეს მინდოდა მეთქვა მე. მადლობთ. ეს დავამატებთ, შეიძლება ეხლა ჩართვას შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ ზოგად მიდგომას ეხება, რა თქმა უნდა, მედია ძალიან დიდ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში. აი ჩვენი ეთერიც ეხლა უკვე ბევრს ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ აუმრჩეველი გვისმენს და ეს რაღაცნაირად აუმრჩეველი მიგვაქვს. ერთი თხოვნა მექნება მედია წარმომადგენლებთან, ყველასთან, ეს ალბათ ძალიან აქტუალური იქნება არჩევნებამდე, ვინც გამოდის მოსახლეობასთან რაღაც თავიანთი საარჩევნო პროგრამით. ყველას ტიტრებში სახელ და გვართან ერთად მიაწერეთ რამდენი აქვს აღებული სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის დროს. ხელფასის სახით, პრემიის სახით და ეს იქნება ძირითადი მესიჯი და მოსახლეობა თვითონ მიხვდება ვის უნდა ენდოს, ვის ნათქვამს უნდა ენდოს და ვის უნდა მიცეს ხმა. ყველას აუნჩენთ მოვლენ სტუდიაში უთხარით რამდენი აქვს აღებული, ეს იციან, ძალიან კარგად იციან და ტიტრებთან ერთად ჩასვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა რაც თქვი, ძალიან ბევრ ადგილას, ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც ქართული ოცნება მეორე ტურშიდაც კი ვერ გადავა. აიღო ღიად უთხრა საზოგადოებას, რას უმალავე, ყველა როგორც კი მოვა ტელევიზიაში, ყველა კანდიდატს დაუდევით, რამდენი აქვს სახელმწიფოს, რამდენი უჯდება ამ ადამიანების შენახვა და მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. პენსიონერებისთვის, უმუშევრებისთვისაც, ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. აგერ ზესტაფონის. ბატონ გივით თქვენ გამოგეხმაურათ მაყურებელი ამ თქვენ შეგიძლიათ. მედიასთან დაკავშირებით მე მაინც ძიმე პოლიტიკურ შეფასებებს ვაკეთებ. იმიტომ რომ ვიცი რომ ზეპირი დაპირებები არასოდეს მე მიცია არ ჩემი ოჯახის წევრისთვის და არ ჩემი თანაკალაკელებისთვის და არც ჩემი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ძალიან დიდი როლი გაგისრიათ მედიას. ძალიან ძიმეთ ვიტყვი, აი ის კოლონიალური დაუშვათ სტრუქტურა ხელისუფლება, მას სამი გალავანი არტყია გარშემო. ეს არის ოპოზიციური პარტიების, ასევე კოლონიალური აზროვნების სკამზე დაშდნენ. აი 4-ჯერ არის პარლამენტში ნამყოფი. ვერ ჩამოიყვან პარტიულ სიაში ის უნდა იყოს პირველ 3 ორში 4-ჯერ იყო პარლამენტში 20 წლის მანძილზე ინგრევა ქვეყანა, ის მაინც იმ პარლამენტში შედის. ეს არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების გალავანი. მეორე გალავანია ეს ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია, ცნობადი სახეები, რომლებიც როგორც კი გამოჩნდება ახალი ძალა, მიდიან ესე იგი და შამეეხვევიან გარს და მესამე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის მედიას საშუალება. და სწორად შენიშნა, აგერ მეგობარმა და თქვა რუსთავიდან, თქვენ უნდა აიღოთ ხალხის გამოფხიზლების და სამართლიანობის აღდგენის. ეს ტერმინი სამართლიანობის აღდგენა 2012 წლის შემოდგომაზე ხალხმა აღითქვა როგორც შურისძიება. გამიგეთ? ეს იყო ხალხი გამწარებული იყო და ესე ნაციონალურ მოძრაობას მინდა მიმართო, რომ დღე და ღამე დილას საღამოს ილოცონ ბიძინა ივანიშვილზე.
იმან შეაკავა ქართველიერი 2 ოქტომბერს, 3 ოქტომბერს, როდესაც მაინც გააყალბეს ნაწილობრივ ის არჩევნები თუ არა, ამათი ბუნდღლა აღარ იქნებოდა დარჩენილი ახლა რო იძახიან, გამოდიან ასეო ის დაიჭირეს კი არა. დაიჭირეს კი არა, ამბობს სრული პასუხისმგებლობით, რომ აი ბუნდღლა აღარ იქნებოდა ხალხს კისერში ქონდა ამოსული და აი ხალხი ამას ელოდა, იმიტომ რომ იმდენი დაგროვდა შევარდნაძიდან. დღეს რო ქალბატონი ბურჯანაძე გამოდის და იძახის, რომ სამართლიანობას რატო ვერ აღდგენს ქართული ოცნება 2003 წელს ქალბატონო ნინო თქვენ მიხეილ სააკაშვილი ჟვანია არ პირდებოდით ქართველ ერს სამართლიანობის აღდგენას შევარდნაძის მიერ მიტაცებული და არასწორად პრივატიზირებული საწარმოების დაბრუნებას შევარდნაძის გასამართლებას ასე და ასე მე რა მოხდა 23 ნოემბერს გამოვიდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე განაცხადა მე ხელი მოვაწერე ედვარდ შევარდნაძის რეგალიების შენარჩუნებასო და გაუშვა პენსიაში და ამას მთელი 5 წელიწადი გვაყვედრებდა და ამით თავი მოქონდა რომ აი მან მოაწერა ხელი რატო არ გაასამართლეთ თავი და თავი ქართველი სახელმწიფოებრივი უბედურების შევარდნაძე დღეს როგორ გამოვიყვანო ხალხი რა მიმართო ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე მობრძანდით მაქსიმალურად მიეცით ხმა იმ ხალხს ვინც არ ყოფილა ხელისუფლებაში არ არის გასვრილი აი ამ პრემიებით და სხვადასხვა ხელფასებით და მახინაციებით და არ ნიშნავს არჩევა იმას რომ დამთავრდა არჩევნების შემდეგ ყველაფერი პირიქით როდესაც აირჩევ შენ რჩეულს მოსვენება აღარ უნდა მიცე რომ მან ყოველდღე იფიქროს იმაზე რომ ის არჩეულია ეს არის საზოგადოების გააქტიურება არის არჩევნები წინა დღეს კი არა მთელი იმ ციკლის მანძილზე არჩევნებიდან არჩევნებანი უნდა იყოს აქტიური მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის ჩვენი გადაცემა ამოწურულია წარმატებას გისურვებთ არჩევნებში მაყურებელს შევახსენებ რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი მემარჯვენეები ეს პოლიტიკური გაერთიანება გაერთიანებული არის პარტია თავისუფალ საქართველოსთან ერთად კოალიციაში არასაპარლამენტო ოპოზიცია და ჩვენი სტუმრები იყვნენ თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ვარდოშვილი რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ბერიძე ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებოდნენ გორის მერობის კანდიდატი ვასილ ბუთხუზი გორის სიის პირველი ნომერი სოსო ბორცვაძე მარნეულის რაიონის სიის პირველი ნომერი ისლამ ახუნდოვი და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი თუთბერიძე. მე ხოლმე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის.